მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიღებთ პირველ ვიდეოს. დღევანდელი ჩვენი დავალება იქნება 24 საათიან ჩელენჯის შესრულება. ჩვენ ვაპირებთ რომ შევასრულოთ 5 სხვადასხვა იუთუბერის მიერ მოცემული 5 სხვადასხვა ჩელენჯი 5 სხვადასხვა ქალაქში 24 საათის მანძილზე. ჩვენი პირველი ლოკაცია იქნება რუსთავი. დავიძარით რუსთავისკენ, ვას აკლია 4 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ დილის 7 საათსა და 56 წუთზე უკვე შესრულებული უნდა გქონდეს 5-ვე ჩელენჯი და ვნახოთ რა გამოვა. მოგესალმებით, ბიჭებო. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში YouTube-ზე და ჩემი დავალება არის შემდეგნაირი, რომ ჩამოხვიდეთ რუსთავში, მიხვიდეთ რუსთავის პარკში და წყლით დალიოთ რუსთავის საგრძელო და რუსთავს უსურვოთ წყალი, რადგანაც არასდროს არ გვაქვს. მადლობა და წარმატებები. ჩამოვედით რუსთავში, დაიწყო ჩვენი პირველი ჩელენჯი. როგორც მოგახსენათ უკვე მანამ, პირველი ჩელენჯი იქნება რუსთავის დალოცვა. გაუმარჯოს რუსთავს და რუსთაველებს. ყველას. გისურვებთ წყალს. ჩემას აბა იმდენი ლაპარაკა რომ მე ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ და ნიკა დაგვისრულებს სიტყვას. განვავრცობ, ძალიან მომეწონა რუსთავის პარკი. ნამდვილად არ მგონია რომ რუსთავში ვარ. რუსთავს უსურვოთ ბევრი წყალი, რაც თავარია, უხვი, ამაზონი და რა ვიცი, და რუსთაველებს დავლოცავ, გაგიმარჯოთ. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. მომეწონა. კარგი ბიჭი ხარ. ერთი. აი. ბოლობდე. ასე წყალი არ დაგეცალოთ. მოკლედ, ის იყო მხოლოდ დასაწყისი და წინ გველდება უმაგრესი, დავალებები გველდება წინ უმაგრესი. ამიტომ stay tuned. გამოვედით რუსთავიდან, მივდივართ ხაშურში, რათა შევასრულოთ რატის ბარის მიერ მოცემული ჩელენჯი, რომელსაც თქვენც აუცილებლად იყიდავთ და დრო გვაქვს 10:30. რამდენად ჩავეტევით? არ ვიცით, მაგრამ ყველანაირად შევესწრებით რომ ჩავედიოთ. გამარჯობა ბიჭებო, მოკლედ ჩელენჯი არის შემდეგნაირი. ჩადით ხაშურში, იყიდეთ 50 ცალი ნაზუქი და თბილისში ქუჩაში დაურიგეთ, ვისაც მოგინდებათ იმას, უბრალოდ გაახარეთ ხალხი და გააბედნიერეთ. წარმატებები. ხალხო, ჩამოვედით ხაშურში. ეს ჩელენჯი არის რატის ბარის ჩელენჯი. უნდა ვიყიდოთ ნაზუქები და წავიდეთ, დავარიგოთ ქალაქში, თბილისში. ხალხს უნდა დაურიგოთ ნაზუქები და რა ვიცი, 50 ცალი ნაზუქი უნდა ვიყიდოთ. და ამ ჩელენჯით ერთული მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გვიწევს დაბრუნება მოკლედ რა. ჩამოვედით ხაშურში, ხაშურიდან უკვე უნდა დავბრუნდეთ და მე არ ვიცი სად წავიყვანს გზა. ნახოთ, მაგას ნახავთ. გამოვყვებით. დავიწევთ ახლა ნაზუქებს და ჩავალთ უკან თბილისში რომ დავარიგოთ. აი, მოკლედ, რაც გაქვს უწავდით. მე ხაგინდა? ცხელ ნაზუქებს გამოვიტანთ და დავეშვებით თბილისში. ჩამოვიდით ხალხო. ეს არის რიგით მეორე ჩელენჯი. ეხლა არის 2 საათი და 8 წუთი. და გვიწევს რომ დიღმის ტერიტორიაზე დავარიგოთ ნაზუქები. რაც მეტად უხერხული და ესეთია, ჩემი აზრით. ვის მივცე ნაზუქი შეჭება. აი, მადლობა. კარგად. -1 შეჭება. ჩელენჯი მოგცეს ეგეთი რომ ხაშურში უნდა ჩავსულიყავით და წამოგევა დაგვერიგეთ. არა, პირიქით დიდი მადლობა. -2. გამარჯობა. ნაზუქი ხო არ გესიამოვნებათ უფასოდ, საჩუქრად. დღეს ჩამოვიტანეთ. სპეციალურად მაგიტო ვიყავით ხაშურში. გაიხარეთ. შვიდობიანი დღე, კარგად იყავით. გამარჯობა. ნაზუქი ხო არ გესიამოვნებათ უფასოდ. უარი უფრო მეტი ავიდრე დამხმობად. დაგვრჩა 10 ნაზუქი. მე არ მინდა მადლობა და იმეს გიხარ. გამარჯობა. ნაზუქი ხომ არ გესიამოვნებათ უფასოდ. 10 საილი დაგვრჩა ზმაო გასაჩუქებელი. გესიამონება დაგვიჯერე, კაი ნაზუქი. გაიხარ.
It's Georgian sweet It's free. bread, bro. I know, but we are not Georgian. We are from Pakistan. Please try to understand. Yeah, okay, no problem. გაიხარეთ, შეგერგოთ, კარგი დღე. გაიხარეთ. არაფერი უფასოდ საჩუქრად. გაიხარეთ. გემრიელად მიირთით, ჩვიდობიანი დღე, კარგად იყავით. უფასოდ თუ გესიამონება საჩუქრად. გაიხარეთ, ძმაო, კარგად. შეგარგოს. კარგად. კი, საჩუქარი. ეს ჩელენჯი შესრულებულია, ვნახოთ შემდეგი რა იქნება და აქედან სად დევეშვებით. როგორც ნახეთ, მორჩის ნაზრუქების დარიგებას და ეხლა მივდივართ შემდეგი ჩელენჯის გასაკეთებლად ქალაქ გორში. ეს ჩელენჯი მოგცა ნიკოლოზ დოთიაშვილმა, ახლა არის შუა დღის თითქმის 3 საათი. ესეთი ჩელენჯი მაქვს შენთვის რა. აქ არის ძალიან იაფიანი რესტორანი ერთი, ძალიან ბიუჯეტური, ქვია ძმების დუქანი. ხო და მოკლედ ჩამოდი, რამდენიმე კაცი ჩამოდით და გამისინჯეთ აქ გორული კატლეტი გეთდება აქ და 1-2 ჭიქა წაუვტით რა და დამლოთ. ეგაა ჩელენჯი მოკლედ. წარმატებები ყველას და გამოიწერეთ არხი. მოკლედ ჩამოვედი ბორში, ვასრულებთ დოთიაშვილის ჩელენჯს. ძმობის მოვედი. კატლეტები უნდა გავსინჯოთ, როგორც გითხრა და სადღეგრძელოთ თქვათ. შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ცოტა არ იყოს დავიღალეთ, გვეტყობა კიდეც. გავსინჯავთ ყოველ კატლეტებს, დავაგემოვნებთ, შევაფასებთ, სადღეგრძელოსაც ვიტყვით და იმედი აქვს მაყოფილებით გავეშურებით ბათ. სადაც გვექნება სხვა ჩელენჯი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოვიდა ჩვენი გორული კატლეტები, რომელიც ძალიან ლამაზია ხურება. არის ძალიან ჩანს. ეს ჩემო რა თქმა უნდა, შანსი არა. ჩახედე. ეს გამომიგდებს. მე რა ვიცი, ჩემო შეგაგიდებს და რა გამომიგდებს. მოკლედ ჩვენო თანამემამულენო მორიგი ჩელენჯი შესრულებულია. რიგით მესამე. ბიჭებო, როგორ მოგეწონათ კატლეტი, როგორ გვიზიაროთ ემოციები? მომეწონა ძალიან. აი ესეთი კატლეტია, რომ ბევრჯერ ვინაი. კულას დავუწერდი 10-დან 9-ს. ისეთი განვითარებისთვის, ხო? გემო იდეალური, ფასი იდეალური, პორცია იდეალური. გარემო თავარი ერთად ვარ. სახელი ძმობის დუქა. ძმობის დუქა. ხო და ესე ძმობაში და სიყვარულში გაგვიმარჯვოს. ჩვენ დასვლას და თქვენ არჩენას გაუმარჯვოს, კარგად იყავით, ბედნიერად იყავით, ჯანმრთელად, ლაღათო, ძმობაში, სიტყვებში და სიყვარულში ყოფილიყავით. დიდი მადლობა მასპინძლობით, გესვიდობებით. მოგიჟღერდა? ხო, და გაუმარჯვოს გორს ხორელებს. აი გზა მქონდეს, შორს მივიდივართ კიდე. ის ყალობით მშვიდობით ჩავიდეთ, ჩამოვიდეთ. მივესალმებით ჩემს ძმებს. ბიჭებო, თქვენთან მაქვს ესეთი ჩელენჯი. ძმებო, ბათუმში უნდა ჩამოხვიდეთ, აჭარული ხაჭაპური პლიაჟზე წამოწოლილებმა უნდა ჭამოთ. აბა თქვენ იცით წარმატებები. დაგიბრუნდით. ახლა ბათუმის გზაზე ვართ. სულ რამდენი მიწუთის და გამოვიჩიტებით ბათუმში. 5 საათი. 5 გზა დარჩა. საკმაოდ მოვიღალეთ. ძალიან დავუყარეთ. ჩელენჯის ხოთზე მაინც ვართ, კაროჩ. 20 საათიანი. კი, ერთი იმიტომ რომ გართული ჩელენჯი გვაქვს ჩვენ მეოთხე არის ბათუმი და მეხუთე სკაი. მოკლედ ჩამოვედით ბათუმში. დაღლილები, გათანგულები, გაუბედურებულები. მაგრამ ვიდეოა ჩელენჯია და უნდა შესრულოთ. ჩვენ შევასრულებთ ამ ეტაპზე წუბაკა ჩელენჯს, რომელიც გომარეობს შემდეგში, რომ უნდა ვიპოვოთ აჭარული ხაჭაპურის დამამზადებელი დაწესებულება და უნდა მივირთვათ აჭარული ხაჭაპური პლიაჟზე წამოწოლილება. იბადა. ნახოთ რა იქნება. როგორ მოგეწონა ცივი ბათუმი? არც ცივად, თბილისში.
მოკლედ, ჩამოვედით ბათუმში. დაპირებულ ჩელენჯს ვასრულებთ. მოვედით სანაპიროზე და მივირთმევთ აჭარულ ხაჭაპურს. წუპაკას ჩელენჯს ვასრულებთ. პატარა წუპაკას ჩელენჯს. აჰა, ძმა. აი ესეთი აჭარული თუმა შემოვიფარებთ. ამ წამს არის ღამის 11 საათი. და ეს არ არის ჩვენი საბოლოო destination-ი, როგორც ნიკოლოზი იტყოდა. შეგახსენებთ რომ გამოიზიაროთ ჩვენი არხი. კიდევ ერთხელ. ამასობა ისაბა ნოსტალგია შემოვაწვა. კარგი ვაწელი აჭარული ხაჭაპური არ მიურთმევია. ზღვის ჰანგებზე აჭარული ჭამა. აბსოლუტურია. ნაცვლებული გამოცდილება, ხო? მოდი წუგო მოდი ეს კრეჟანიკი არა ვარ ნახევარი შემონა გაჭამო მოდი. აჰა, დაი. დაუდე ბარემ ჩემსაზე შეჩემა და ამილოკავს. საბა მოგბაძა, გარგან ამოსვაში აწუხა. აი და ეს, აი მოვიცი ხვეწები, აი ეს მაჭავე რა. ხლიან. აი ეს, ო. აი გეხვეწები მაჭავე რა, ჩემს აღარ რა ქვია. მათხოვე შეჩება. მოვიდე ხო. ორი წამი. აი შეჩება შემაგ რას მიყიდე მე ჩამიბურდა ჩამი აღარ არუჩე ბიჭები ამოვედით დავჯექით ამ ბიჭარის შინია სიმაღლის ამას შინია არც ამის არის. რატო გავჭი? ატარს ატარს როგორ შეაფასებით? ისა რა აჭარული გუჩი. რატო გავჭი? ლიაზე ჭამა როგორი იყო? გავაკეთე მაშინ ბოლო ჩენჯი შეჯამდეს უნებას დააკეთე. მოკლედ აჭარული ძალიან გემრიელი იყო. იმის ყოლობაზე შევუკეთე ძალიან გვიან და შემდეგ რაღაცეების და გაგვიციდა და ასე შემდეგ, თუმცა მაინც ვისიამოვნეთ. ჩვენც მოვეწონა აჭარულები. ჩელენჯი შესრულებულია, რაც თავარია, მოვასწარით. დროსაც გაჩვენებთ ეხლავე 12-ის 10 წუთი. და ნუ დროში ვეტევით. მაგრამ ჩემი გაგის რაღაც მიჯვართ არის ძალიან შორს ესე რომ ვთქვათ, ძალიან მიუწვდომი ადგილას. სახიფათო. იმის ყოლობაზე რომ უკვე 12 საათია მანქანაში ვარ და მგზავრობთ, იმედია რაიმე ლაქსუსი არ მოვივა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გულს გაუხარდება. მოკლედ კიდევ ის დამატება მინდა რა. თვითონ ეს ჩელენჯები შეიძლება იმდენად რთულად არ გამოიყურება, ნუ ეხლა ბათუმში ჩამოსვლა და აჭარულის პლიაჟში ჭამა ესეთი რაც რთული მისია არ არის რა. თუმცა ამის უკან რამდენი დრო და რამდენი დაღლა და ასე შემდეგ დევს, ეგ არის მთელი ამ ვიდეოს მოღა. ძალიან გთხოვთ რომ ავიფასოთ ბიჭებს ის გავგაძიებთ დაღლა და დაგვავალებთ თუ არხს გამოვიწერთ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ, რადგან ეს არის პირველი ვიდეო, რომელშიც ჩვენი ყველანაირი რესურსი ჩავდეთ. ძალიან გაგიხარდება თუ შესაბამისად დაფასდება. ამჯერად კი საბოლოოდ დაგემშვიდობებით ბათუმიდან და შევხვდებით სვანეთში, კერძოდ მესტიაში. მოკლედ დავიძარით სვანეთისკენ. ეხლა ვართ ფოთში. სადღაც 1 საათში ვიქნებით გოზუბდიჩი. მაგრამ კიდევ გრძელი და გზა დაგვრჩა სვანეთამდე. აღმართები, ბევრი აღმართები. მოკლედ ღამის 3 საათია. აგერ ვართ სვანეთის გზაზე და გავგვიწყდა პაკრიშკა. ეგრეთ წოდებული. სად არ ვართ ეხლა ძალიან უნდა ვიაროთ რომ კიდე არ In the middle of nowhere ვართ, კაროჩე. ეხლა შევსვლით და წავედით, კაროჩე, უცებ. მოკლედ დავაყენეთ ზაბასკა. და გამოვიდეთ გზა. ვართ საკმაოდ დონეზე დაღლილები. დიახ. ნერვე მოშლები. ნუ კიდე საში ის იყო რომ იმ ზონაში სადაც გავაჩერეთ, შუა გზაში მოგვივიდა მოკლედ. ეკჩებე და მეორე მხარეს ხვებიცვიო და წინდა მანქანებიცვიო და სადღაც 14 კილომეტრი აღჭამთ. სვანეთში ამოვედით იმისთვის რომ შევასრულოთ ჩენელსის ჩელენჯი, რომელიც გომარებს შემდეგში. მოკლედ გამარჯობა. ესეთი ჩელენჯი მაქვს თქვენთვის, რომ ახვიდეთ სვანეთში, მესტიაში, აი იმენა მესტიაშიო და ნამდვილი ტრადიციული სვანური კუბდარი ჭამოთ რა. თუნი იდეალურია. ჩამოვიდით ხალხო. როგორც იქნა მესტიაში ვართ. ალბათ გვეტყობა და ძააცივა. შევამოწმეთ ლოკაციები, მაგრამ კუბდარი არ არის. ყველაფერი ვერ დაგეთ. ეს ჩელენჯი ჩავთვალოთ შესრულებულა და ხვალ დილით მივირთმევთ უგემრიელეს სვანურ კუბდარს. მოკლედ ეხლა ჩვენ
ადამიანებს დავისგავსებით. რაღაცნაირად. რამე მოახერხეთ ადამიანებს დავისგავსებით და დრო დავაფიქროთ ბოდიშით რო კანკალებს მართლა განცივა. 7 საათი სრულდება 2 წუთში მოკლედ რა. მოასთან 8-ზე დავიწყეთ. კი ბატონო და 1 საათი დავგვჭა კიდევ. უბრალოდ ყუმდარი არ არის, არაფერი. ზაში. 4 საათი ახ ხალხი ვარ და ვიღაცა ვარ და ვიწეროთ რომ ყუდაერატო არა ჭაღეთ თორე აი მას წავიჭრი. ზოგადად ლუდით არ ითქმება სადღეგრძელო, მაგრამ როგორც თეულებს გვეპატიება. კარგს ვიძახით თუ სხვა არის. დავლოცავთ ამ ლამაზ კუთხე კუნჯულს, ულამაზესი, უმშვენიერესი ადგილი. მოდი. აუმარჯოსება. ესეთი ლამაზი ადგილი მართლა მე ავიდე საქართველოში არ მინახავს. თიან. თეულურიც. ჩელენჯი შესრულებულია, ხო? ძალიან კარგია. არ გამოსობაში ვიდეოს ბოლოში გამოყვედით. და ვინმეს გადაუზიარეთ. სამი სოციალურ ქსელში გააზიარეთ. რომ კიდევ ბევრი ასეთ საინტერესო ვიდეოები გადავიღოთ. მოტივაცია მოგქონდეს. ვიდეოს ბოლოს გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ იუთუბერს, რომელმაც ეს საინტერესო ჩელენჯები მოგწეს. ყველა ჩელენჯი წარმატებით ჩაიხურა. ხენკალიც გავსინჯოთ. ვიმყოფებით ჩვენ საბოლოო ლოკაციაზე, სვანეთში, მესტიაში კერძოდ. უკვე ნახავთ ყველაფერს რაც მოხდა და როგორც მოხდა. აქ სრულდება ჩვენი პირველი, იმედია არა უკანასკნელი ვიდეო. ბევრი რამე გადახვდა, ბევრი რამე გამოვიარეთ, ბევრი რამე გადავიგეთ, ბევრი რამე ვერ გადავიგეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში იმედია კარგად მოვიტანეთ, თქვენამ ისი მოტანაც გვინდოდა მოკლედ რა. კი ბატონო, ასევე გვინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხავთ ყველა იმ იუთუბერს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩვენს ჩელენჯში. მოგცა გამოწვევები, შევასრულეთ ეგ ყველაფერი, ასევე დიდი მადლობა სასტუმროს, რომელმაც დილის 7 საათზე მიგვიღო ჰოტელ სვანეთს, ასევე ვულკანიზაციას, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაგვიწია, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ წამოვიდოდით აქედან სხვანაირად და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და ვიდეოს ბოლომდე ნახვისთვის. რაც შეეხება არხის განვითარებას და გაგრძელებას, თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. კომენტარებში ჯანსაღი კრიტიკისთვის მზად ვართ. რა შეცვლიდით, მინუსები, პლუსები დაგვიწერეთ, კარგიც და ცუდიც. შემდეგ ვიდეოს რაც შეეხება, სიგრძნით იდეები დაგვიწეროთ, ჩელენჯი იქნება თუ სხვა რამე სტილის ვიდეო, მივიღებთ მაგ იდეებს. მშვიდობებით, ჩვენთვის ეს იყო პირველი ვიდეო. ჩემთვის პირადად ემოციები ისეა, რომ პიკში. კარგია რა. საკმაოდ რთულია, მაგრამ ადრენალინი გაწვება, როცა ესე ჩელენჯს ასრულებ. კარგი გამოცდილება იქნება. რო გქონდეს მოტივაცია სხვა ესეთი ვიდეოსთვის, თქვენი შეშთქმა იქნება საჭირო. ვიდეო გადაგვიზიარეთ, ყველგან სადაც შეიძლება. სადაც შეიძლება, დაგვილაიქეთ, გამოგვიწერეთ. TikTok აკაუნტიც გვაქვს, და Instagram-იც იქნება. აღწერაში იქნება ყველაფერი. მადლობა ძალიან დიდი. კარგად. მშვიდობა. იმედია კიდევ ბევრჯერ შევხვდებით. ხო, იმედი. ღვთისმყალოდ. გაიხარეთ.